მოგესალმებით. მე ვარ იანთაძე და დღეს პოლიტიკაზე ვილაპარაკებ. მინდა რომ დღევანდელი გადაცემა კითხვით დავიწყო. ზამირ კვეკესკირი თუ გახსოვთ? აფხაზეთიდან დევნილი 44 წლის მამაკაცი, რომელმაც შარშან 27 იანვარს დევნილთა სააგენტოსთან პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. 65%-იანი დამწრობით კიდევ 5 დღე იცოცხლა და 1 თებერვალს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ნანა ფიფია თუ გახსოვთ, ასევე აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც 2010 წლის 27 ოქტომბერს დევნილთა სამინისტროს წინ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა და 3 კვირა იცოცხლა კიდევ ამის შემდეგ და დამწრობის ცენტრში გარდაიცვალა. და გია აბესაძე თუ გახსოვთ, ექიმი კარდიოლოგი, რომელმაც სამოქალაქო დაპირისპირების მიმართ პროტესტის ნიშნად 1991 წლის 19 სექტემბერს რუსთაველზე დაიწვა თავი და ისიც ამ დამწრობის შედეგად გარდაიცვალა. საბოდიშო ბარათიც დაუტოვებია თავისი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომელშიც ეწერა: თუ კი ქართველთა შერიგებას და ქვეყნის აღორძინებას მსხვერპლი სჭირდება, დაე ეს მსხვერპლი მე ვიყო, ღმერთმა ქნას ბოლო. ამ ადამიანებმა იმიტომ კი არ დაიწვეს თავი საჯარო სივრცეში, რომ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა ვიღაცამ, მთავრობამ ან საზოგადოებამ. არა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება მთავარი მიზეზი არ ყოფილა. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მათი საკუთარი მართალი ხმა ვერავინ ვერ გაიგო. მათ ვერ გააგებინეს აბსოლუტურად ვერავის თავისი სიმართლე, ვერ მიაწვდინეს ხმა, ვერ მიიღეს არათუ ღირსეული პასუხი, არამედ საერთოდ პასუხი ვერ მიიღეს და ვერ დაიმსახურეს, რომ აღიარებული ყოფილიყო მათი უფლება სიმართლეზე. სხვა შემთხვევებზეც ვიტყვი. Google-ის ძებნის სისტემაში რომ ჩაწეროთ სიტყვები პირის ამოკერვა პროტესტის ნიშნად. გაგიკვირდებათ წამებში იმდენი შემთხვევა მოიძებნება, როდესაც ქართველმა ქალებმა და მამაკაცებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. მაინც რა უბიძგებს ადამიანებს ასეთი უკიდურესი ქმედებისკენ. სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდები, მინდა რომ დავუბრუნდე წინა გადაცემის მთავარ თემას, პროპაგანდას და იმ გადაცემის მთავარ მესიჯს, რომელიც მოვისმინე ფსიქოანალიტიკოს ბატონი გიგა მამინაშვილის ლექციაზე. პროპაგანდის არსი, ეს არის ენის გამოყენება სინამდვილის წინააღმდეგ. ესე იგი, პროპაგანდის მთავარი იარაღი არის ენა. სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ყველამ ვიცით და კარგად დავისწავლეთ, რომ ჩვენ სხვა ენით ვლაპარაკობთ და ისინი სხვა ენით ლაპარაკობენ. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ ჩვენ, ვინ არიან ისინი, მაგრამ ეს რეალობა ზუსტად გვეუბნება, რომ პროპაგანდას აქვს თავისი ენა და სიმართლეს თავისი ენა და ეს ყველამ ვიცით. პროპაგანდა რას ცდილობს? ცდილობს, რომ სიმართლის ენა მაქსიმალურად შეავიწროს და საჯარო სივრციდან ბოლოს და ბოლოს საერთოდ განდევნოს. და თუ საჯარო სივრცეში წამყვანი ხდება პროპაგანდის ენა, მაშინ ერთადერთი, რისი საშუალებითაც ადამიანს შეუძლია, რომ თავისი სიმართლე გამოხატოს, ეს არის საკუთარი თავის უაღრესად დამაზიანებელი თავგანწირული ქმედება. ფსიქოლოგიის მეცნიერებისთვის ეს ფენომენი ცნობილია, რომ თუ სიმართლეს ჩამოვართმევთ გამოხატვის მთავარ ინსტრუმენტს ენას, მაშინ სიმართლე საკუთარ თავს გამოხატავს ეგრეთ წოდებული, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ინგლისური სიტყვა უნდა ვთქვა, acting out-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის უკიდურესად თვითდამაზიანებელი ქმედება, მათ შორის თვითმკვლელობა, ეს წიგნში წერია. და მე დავამატებდი ამას თვითდაზიანების ოდნავ უფრო შედარებით რბილ ფორმას, პირის ამოკერვას. ახლა მინდა რომ გავიხსენო პადაღებული 90-იანი წლები, დიახ, ბნელი 90-იანები, როდესაც იყო ომიც, იყო სიცივეც, შიმშილიც, კრიმინალის თარეშიც, ეს ყველაფერი იყო, მაგრამ ამასთან ერთად იყო ძალიან დიდი წრე საკითხების, თემების, რომელთა განხილვა იყო აბსოლუტურად ყოველდღიური რეალობა.
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 1992 წლის პარლამენტში 26 პოლიტიკური პარტია იჯდა და ყველა პარტიას ჰქონდა თავისი სიმართლე და პარლამენტის გარესივრცეში იმართებოდა ნამდვილად განუმეორებელი და უვიწყარი პერფორმანსები, ხელოვანთა რაღაც გაერთიანებები, დღემდე შემორჩენილია მეხსიერება ამ გაერთიანებებზე და მათ პროდუქტებზე. გაზეთებში იწერებოდა კრიტიკული წერილები პოლიტიკურ ლიდერებზე, მინისტრებზე და ედუარდ შევარდნაძე მთავრობის ხდომის შემდეგ ეკითხებოდა კონკრეტულ მინისტრს, თუ წაიკითხე დღეს ესა და ეს გაზეთი შენზე რას წერსო. და ფაქტობრივად პრეზიდენტი თვითონ აჩვევდა, ასწავლიდა მინისტრებს, რომ მნიშვნელოვანია მის შესახებ გაზეთები რას წერენ. წარმოვიდგინოთ საკითხების და თემების უზარმაზარი წრე, რომელთა განხილვა, რომელთა შესახებ დისკუსია, დებატი, როგორც ვთქვი, უკვე იყო ჩვეულებრივი ყოველდღიური ამბავი. მაგრამ შემდეგ დროთა განმავლობაში ეს წრე სულ უფრო და უფრო მეტად დავიწროვდა და ბოლოს პოპულარული ტელევიზიებიდან საერთოდ განიდებნა დისკუსია და დებატები. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მასმედია ორ მკვეთრ ნაწილად გაიყო. ხელისუფლება კრიტიკულ ტელევიზიებში აღარ დადიოდა და ხელისუფლების მომხრე ტელევიზიები ოპოზიციონერებს საერთოდ აღარ ეძახდა. დახლეჩილ მედიაში სიმართლის ადგილი სულ უფრო და უფრო ნაკლები იყო და ბოლოს იმდენად ნაკლები იყო, რომ საზოგადოებამ ჩაიდინა ეს acting out-ის აქტი, ანუ ეს თვით დაზიანების დიდი აქტი, როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერს საკმაოდ მკაცრი ხელისუფლების პირისპირ გამოვიდა საჯარო პროტესტით ქუჩაში. მაშინ ბევრი ადამიანი დაზიანდა, კრიტიკული ტელევიზიაც ძალიან დაზიანდა და თვითონ პრეზიდენტიც დაზიანდა, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა ამის შემდეგ გადამდგარიყო და ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. შემდეგ რაც მოხდა, ამის შესახებ ლაპარაკით აღარ დაგღლით, იმიტომ რომ ეს აწრეულები ჩვენ ერთად გავიარეთ, სიმართლე ხან შემოდიოდა მეტი დოზით საჯარო სივრცეში, ხან ისევ განიდევნებოდა, მაგრამ დღევანდელ დღეს თუ გადმოვინაცვლებთ, მე ვიტყოდი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ისეთი შევიწროებული სიმართლე არასდროს არ ყოფილა, როგორც დღეს არის, იმიტომ რომ შეზღუდულია სიმართლე, შეზღუდულია პროტესტი, როგორც სხეულებრივი, ასევე სიტყვიერი და შეზღუდულია იქამდე, რომ ვიცით, რომ ტროტუარზე დგომაც კი დასჯადია და მათ შორის შეიძლება კრიმინალიც აღმოჩნდეს. რა მაგალითების გახსენებითაც დღევანდელი გადაცემა დავიწყე, ის მაგალითები ადასტურებს იმას, რასაც ფსიქოლოგიის მეცნიერება გვასწავლის, რომ თუ სიმართლე თავს ენაში ვერ ავლენს, ის რეალობაში დგამს საზარელ სცენას. ეს იყო ის სამი შემთხვევა, რომელიც გავიხსენეთ თვით დაწვის ამბები და ჩვენ დღეს ვართ ზუსტად ამ რისკის წინაშე, რომ იმდენად შევიწროებულია სიმართლის ენა, რომ არ არის გამორიცხული ჩვენს რეალობაში რაღაც საზარელი სცენა ან სცენები დაიდგას ამის გამო. ხელისუფლებამ შესაძლოა ფსიქოლოგიის თეორიები არ იცის, მაგრამ მათ გული ნამდვილად უგრძნობთ, რომ სიმართლის ბუნება არის ასეთი, არ დავერიმალება და რამდენადაც მას გამოხატვის ინსტრუმენტებს ჩამოვართმევ, იმდენად მძიმე ფორმით იფეთქებს, ამოიფრქვევა, მაგრამ როდის მოხდება ეს წინასწარ არავინ არ იცის, რა თქმა უნდა. იმიტომ ვამბობ, გული უგრძნობთ მეთქი, რომ პროპაგანდა სწორედ მათი ენით ავიწროებს სიმართლეს. დღეში რამდენჯერ გვესმის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან Deep State, აკაცუკი, Deep State, მტერი, მოღალატე და ზოგჯერ კიდე გლობალური ომის პარტია, აგენტი, არ დამავიწყდეს. თეორია გვეუბნება, რომ რამდენადაც პროპაგანდას აქვს მარტივი ენა, იმდენად ის ვერ იტანს ამ მარტივი ენის ალტერნატივას, ენობრივ ალტერნატივას, ანუ იმპროვიზირებულ ენას.
და სწორედ აი სახელმძღვანელოებში წერია, რომ პროპაგანდა განსაკუთრებით ვერ იტანს მაგალითად პოეზიას, მაგალითად მწერლობას, მაგალითად თეატრს, სადაც ეს იმპროვიზირებული ენა ყველაზე აქტიურად იჩენს თავს. და ეს ყველაფერი კი წიგნებში წერია, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი რეალობიდან ვიცით, მართლაც ჩვენს საზოგადოებაში რამხელა წნეხის ქვეშ არიან პოეტებიც, მწერლებიც, მსახიობებიც, რეჟისორებიც და ასე შემდეგ, ისინი ვისაც სიტყვასთან და მის იმპროვიზირებულ გამოხატვასთან აქვს საქმე. მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ პროპაგანდა ებრძვის იმპროვიზირებულ ენას, აი ებრძვის რას ნიშნავს? პროპაგანდა ვიცით, რომ მისი მთავარი ინსტრუმენტი არის ენა, ენით ოპერირებს, მაგრამ არც ჩვენ ქვეყანაში და არც სხვაგან სადმე სხვა ქვეყანაში პროპაგანდა არ არის მარტო. ის ყოველთვის არის რეპრესიებთან ერთად და პროპაგანდა და რეპრესიები ეს არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. პროპაგანდა ცვლის ადამიანების ცნობიერებას და რეპრესიები აჩენს შიშს, რომელიც რისთვის არის საჭირო? იმიტომ რომ აი ამ პროპაგანდის ენით შევიწროებული სიმართლე ამოიფრქვეს რაც შეიძლება გვიან, რომ აი ეს სიმართლის მხრიდან თავის გამოჩენის, თავის ჩენის პროცესი გაჯანჯლდეს დროში. თუმცა ყველა მიცის, რომ ეს ამას თავიდან ვერ აიცილებს ვერც ერთი საზოგადოება, იქ სადაც სიმართლე არის ბოლომდე შეზღუდული, ის აუცილებლად რაღაც ტრაგიკული ფორმით გამოავლენს ბოლოს თავს. რა კი რეპრესია ვახსენებ, ისიც აუცილებლად მინდა ვთქვა, როგორ იჩენს, როგორ მკვიდრდება საზოგადოებაში რეპრესია, რა არის მისი გზა. რა გზას გადის ეს რეპრესია? საქმე ის არის, რომ ადამიანი იბადება ეგოისტი, მაგრამ შემდეგ სწავლობს საზოგადოებაში ცხოვრების წესებს და სწავლობს სხვა ადამიანებთან თანაცხოვრების, მათი ინტერესების გათვალისწინების კულტურას. და თუ მე ვარ მაგალითად დასრული ადამიანი და მაინც ეგოისტად დავრჩი გარკვეული მიზეზების გამო, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მეორე ადამიანი მიმაჩნია ჩემს მტრად, ჩემს მეტოქედ და მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ვცხოვრობ, იმიტომ რომ სულ ფიქრობ, რომ ან ის მაჯობებს, ან მე ვაჯობებ, ან ის მომიგებს, ან მე მოვუგებ და ასე რომ საქმე იქამდე მიდის, რომ ბოლოს ადამიანი ფიქრობს, რომ ან ის სხვა გაანადგურებს, ან მე უნდა გავანადგურო. მაგრამ თუ ვისწავლე საზოგადოებაში ცხოვრება, რომ გავიზრდები თუ დაუძლია ეს ეგოიზმი, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ნაწილს საზოგადოების მივიჩნევ ჩემიანად და ჩემი იდენტობის ნაწილად და მაშინ ჩემ თავსაც ვხედავ და მიყვარს ის საზოგადოება, ან ის ადამიანი. აი მაგალითად ამის დასტური არის შეყვარებული ადამიანი, რომელიც სატრფოში თავის თავსაც ხედავს და თავის ეგოიზმს ბოლომდე თრგუნავს მისი ინტერესების სასარგებლოდ. ასევე არის ოჯახში, სადაც მშობლებს შეუძლიათ, რომ მთლიანად მიუძღვნან თავის საკუთარ შვილებს, ხშირად ასეც ხდება. გარდა ამისა, მეგობრები ერთმანეთთან იზიარებენ თავისუფალ დროს, გასაჭირს, ხინს და ყველაფერს, რესურსებს ყველანაირს. მაგრამ ეს მარტო ახლობლებს არ ეხებათ. თუ მე მაგალითად ვარ თბილისელი და მიყვარს თბილისი, მაშინ სხვა თბილისელების მიმართაც მაქვს იდენტობის განცდა, მათშიც რაღაცნაირად ჩემ თავს ვხედავ და მიყვარს ისინიც. თუ მასწავლებელი ვარ და ჩემი პროფესია მიყვარს, მაშინ მასწავლებლების თემთან მიჩნდება აი ეს იგივეობის განცდა, მათში ვხედავ საკუთარ თავს რაღაც ნაწილობრივ მაინც და მათი ინტერესები ჩემი ინტერესებს თავხდება და თანავცხოვრობ მათთან. და ისევე როგორც ადამიანს შეუძლია, რომ მეორე ადამიანში დაინახოს ან მტერი და ან დაინახოს თავისიანი და ნაწილობრივ თავისთავად დაინახოს და ანუ როგორც შეუძლია ადამიანს, რომ მეორე ადამიანი ან შეიძულოს, ან შეიყვაროს, ზუსტად ასევე არის ენა. ენას შეუძლია, რომ ორი ადამიანი მტრად გადაკიდოს ერთმანეთს, ან შეუძლია, რომ ორი ადამიანი გააერთიანოს და ბევრი ადამიანი გააერთიანოს.
აი რას ცდილობს პროპაგანდა? პროპაგანდა ცდილობს, რომ შემოიკრიბოს უმრავლესობა თავისი ამ პრიმიტიული ენის ირგვლივ და მოკლას ყველანაირი ალტერნატივა. მარგინალიზაცია გაუკეთოს ყველაფერს, რაც მისი გავლენის სფეროში არ შემოდის. მაგალითად, თუ რელიგიურად მგრძნობიარე საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მაშინ პროპაგანდა გვეტყვის, რომ თუ მე წავაგე და თქვენ ბედზე ზრუნვა ჩემზე აღარ იქნება დამოკიდებული, მოვა ვიღაცა სხვა, მაგალითად მოვა deep state, რომელიც გაანადგურებს ჩვენს იდენტობას და ქალი აღარ იქნება და კაცი აღარ იქნება. თუ ჩვენ მაგალითად ვცხოვრობთ ომით ტრამვირებულ საზოგადოებაში, მაშინ პროპაგანდა იტყვის, რომ აი თუ ჩვენ აღარ ვიქნებით თქვენი ბედის გამკარგავი, მაშინ მოვა რუსეთი, რომელიც შეგვებრძოლება, დაგხოცავს, დაგვიპყრობს და ამას თავიდან ვერავინ ვერ აგაცილებთ ჩვენს გარდა. აი ესეთი არის პროპაგანდის ბუნება, რომ მისთვის სხვა სიმართლე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ის სიმართლე, რომელსაც ის ეუბნება ადამიანებს და მეცნიერები ზუსტად ამიტომაც ფიქრობენ, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლება პროპაგანდით მართავს საზოგადოებას, იქ არ არსებობს სივრცე რაიმე დისკუსიისთვის, დებატებისთვის, იმიტომ რომ დისკუსია და დებატი გულისხმობს, რომ არსებობს ალტერნატიული სიმართლე, რაღაც სხვა სიმართლე არსებობს და ორი სიმართლე ერთმანეთს უპირისპირდება და ეპაექრება. და სინამდვილეში პროპაგანდისტვის არსებობს მხოლოდ ერთი სიმართლე, რომელიც იცის პროპაგანდის ენამ, შემდეგ არსებობს ყრუკედელი და იმ ყრუკედლის იქით არსებობენ აკაცუკები, რომლებმაც სიმართლის შესახებ საერთოდ არაფერი არ იციან, რომლებიც ყველაფერს იტყუებიან და რომლებსაც საერთოდ კეთილშობილური მიზნები არც გააჩნიათ და არც გამოთქვამენ ამ მიზნებს. სანამ დებატებზე კიდე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, მინდა რომ დღეისთვის კიდევ ერთი ბოლო მოსაზრება გაგიზიაროთ. აი კომუნიზმის დროს მინდა ვთქვა, რომ ტოტალიტარული ხელისუფლება თვითონ იმუქრებოდა და თვითონ ანადგურებდა ადამიანებს რაღაც იდეალების სახელით და ავტორიტარებს ყოველთვის ყავთ მესამე, წეღანაც ვახსენე სხვათა შორის, მესამე, ვინც ერთად ემუქრება ხელისუფლებას და ხალხს. ანუ ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ, მაგრამ არის ვიღაც მესამე, რომელიც გადაშენებით გვემუქრება ჩვენს და თქვენს, ჩვენი ყველას იმპერია და ჩვენს რეალობაში ეს მესამე არის deep state და ადამიანებს ჯერათ მისი არსებობის და მათ შორის ისეთ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან და არც შეიძლება რომ წარმოდგენა ქონდეთ ვინ არის deep state, რა არის deep state, მაგრამ ეს ჯერათ რომ სადღაც ის არსებობს და მაინდა-მაინც ჩვენ გვემუქრება. და ესე იგი, სანამ დებატების, ესე იგი ალტერნატიული სიმართლის შესაძლებლობა გაჩნდება, მანამდე აუცილებლად ეს ორი ფაქტორი უნდა განხორციელდეს, რომ მოიხსნას ეს მუდმივი მიტითება იმ ვიღაც მესამეზე და იმ ვიღაც მესამის მიერ დაქირავებულ ადამიანებზე, ანუ deep state-ზე და აკაცუკებზე და უნდა მოიხსნას ეს რეპრესიული ქმედება. ანუ პროპაგანდა და სხვა სიმართლე შეუთავსებელია ერთმანეთთან, თუ გაჩნდა დებატი, თუ გაჩნდა ორი სიმართლე, თუ გაჩნდა ბევრი სიმართლე, ეს ნიშნავს იმას, რომ პროპაგანდა არის შეზღუდული და არა ისე მდგომარეობაში, როგორიც ახლა არის ჩვენ საზოგადოებაში. და თუ კი მაინც ხელისუფლებას პროპაგანდასთან ერთად შემოაქვს ეს იდეა, რომ დებატები გვჭირდება, დებატები აუცილებელია, ეს დებატები შეიძლება საჭირო იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თუ ალტერნატიული სიმართლე ბჟუტავს კიდევ სადღაც, ხო? აი ისიც რაღაცა შეავიწროს და საბოლოოდ გააქროს ამ დებატების მეშვეობით. აი მაგალითად, თუ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯერა და ვიცით, რომ რა თქმა უნდა ეს ესე არის, რომ საქართველოს საუკეთესო მომავალი არის ევროპასთან ერთად, მაშინ დებატების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანებს დაუმტკიცონ, რომ რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, რომელსაც პროპაგანდის ისედაც ჯერათ, აი მათ კიდევ ერთხელ დაუმტკიცონ, რომ ევროპასთან ერთად კი არ გადავრჩებით, არამედ ჩვენ გადავრჩებით მაშინ, თუ გვექნება მაგალითად ნეიტრალიტეტი, ხო? აი ამაზე იქნება დებატები, რომ ის სხივი
სიმართლის სხივი, რომელიც არის ჩვენ საზოგადოებაში, როგორღაც ისიც შეავიწროს და განდევნოს. მე ამას ვამბობ მაგალითისთვის, არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს დებატები იმიტომ მოიფიქრეს, რომ მაინდა-მაინც ახლა ნეიტრალიტეტზე ილაპარაკონ. თუმცა არ ვიცით, დავაკვირდებით პროცესს ყველა ერთად შევხედავთ და რა თქმა უნდა, ალბათ უფრო მეტად გაირკვევა ეს დებატების აუცილებლობა ახლა რისთვის დაჭირდა მთავრობას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მუდმივად გვახსოვდეს, პროპაგანდა არის ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმი. პროპაგანდა მაშინ გაჩნდა, როდესაც გაჩნდა უმრავლესობის საარჩევნო უფლება და ხელისუფლებებს გაუჩნდა ცდუება, რომ აი ეს უმრავლესობა კარგად ვერ გაიგებს მისი მომავლისთვის რა ჯობია და ამიტომ ჩვენ რაღაცნაირი ფარული გზებით უნდა ვუკარნახოთ მათთვის რა არის სამომავლოდ უკეთესი. აი მაშინ გაჩნდა პროპაგანდა სწორედ ამ მიზნით, რომ უმრავლესობის გონებაზე ემოქმედათ ისე რომ მათი არჩევანი გაეკეთებინათ, რა ვთქვათ, ხელისუფლებებს აწყობდათ. და აი ამ არც თუ ჰუმანური განზრახვის საპირისპიროდ მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ამერიკელი ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, ფსიქოლოგი, უბრალოდ ჯონ დიუი და აი ეს ჯონ დიუი ამბობდა, რომ მოქალაქესო პროპაგანდისგან თავის დასაცავად სამი რამ ჭირდებაო. ადეკვატური ინფორმაცია, ინფორმაციის შეფასების უნარი, თუ რამდენად ადეკვატურია სინამდვილეში ეს ინფორმაცია და რაც მთავარია, მას ჭირდებაო ცოდნა ალტერნატივების შესახებ, რისთვისაც დებატები არის საუკეთესო გზაო. აი ეს იყო დიუის დამოკიდებულება ამ პროპაგანდის მიმართ. გამოდის, რომ ზღარბის არხი სწორედ ჯონ დიუის გზას მიყვება. ჩვენ ვცდილობთ, რომ თქვენთან ერთად გავარკვიოთ, რომელია ადეკვატური ხარისხიანი ინფორმაცია, ასევე ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია შემდეგ თქვენთან ერთად შევაფასოთ, ანუ ის ინფორმაცია, რაც მოგვეწოდება და იმასაც ვცდილობთ, რომ ხედვის ახალი რაკურსები აღმოვაჩინოთ ჩვენთვისაც და თქვენთვისაც, რა თქმა უნდა. ამიტომ დღეს განსაკუთრებით დაბეჯითებით გულდაგულ გაგიმეორებთ ტრადიციულ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ჩვენი ზღარბის არხი, მომწეროთ თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი კითხვები, მოსაზრებები აქვე გადაცემის კომენტარების ველში, რომლებსაც მე რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ. და ახლა ერთი კვირით შემდეგ სამშაბათამდე დაგემშვიდობებით და კიდევ დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ.